რუსთავის საწარმოების მიმდებარე ტერიტორია ურბანული ნაწილისგან ვიზუალურად მკვეთრად განსხვავდება, თუმცა ეს განსხვავება შესაძლოა მხოლოდ ვიზუალური არ იყოს. რამდენიმე დღის წინ ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის არნიკას კვლევა გასაჯაროვდა, რომლის თანახმად რუსთავში სამრეწველო ზონების, მეტალურგიული ქარხნებისა და ცემენტის საწარმოების გარშემო აღებული ნიადაგისა და მტვრის ნიმუშებში ვერცხლის წყლის ტყვიისა და კადმიუმის შემცველობა საბაზისო დონეებს 4.5-ჯერ, 24-ჯერ და 26-ჯერ აღემატება. კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჩვენთან საუბარში გამოვლენილ საფრთხეებზე საუბრობს. აღნიშნულ კვლევას 2 წლის განმავლობაში ვატარებთ. საყურადღებაა, რომ სამრეწველო ზონით მდებარე საბავშვო მოედნების ნიადაგში აღმოჩნდა კადმიუმისა და თუთიის მომატებული მაჩვენებელი. ასევე მდგრადი და ორგანული დამბინძურებლების კვალი აღმოჩნდა რუსთავის ბუნებრივ გარემოში, მოშენებულ ქათმის კვერცხსა და თევზში. საყურადღებაა, რომ მტვერსა და ნიადაგში აღმოჩენილი მძიმე მეტალები ადამიანის ორგანიზმში წლების განმავლობაში რჩება, რამაც სამომავლოდ შესაძლოა სიმსივნის რისკი გაზარდოს. ასევე მსგავსი ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში იწვევენ ჰორმონალურ დისბალანსსაც. პარალელურად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ანგარიში, რომლის თანახმად რუსთავში 2024-25 წლებში ნიადაგის მონიტორინგის შედეგად ყველა პარამეტრი ნორმაშია. საინტერესოა, რომ ამავე ანგარიშში გვხვდება მოსაზრება უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კვლევის ვალიდურობასთან დაკავშირებით. რამდენიმე არგუმენტიდან ერთ-ერთი ისაა, რომ ჩეხების კვლევა ეყრდნობა საზღვარგარეთ გაგზავნილ ნიმუშებს, რაც ზრდის ცდომილების შესაძლებლობას ტრანსპორტირებისას საჭირო პირობებისა და ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით. ამის საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს კვლევის ავტორს. ჩვენ გავაკეთეთ ისეთი ქიმიკატების ანალიზი, რომლებიც ტრანსპორტირებისა და სხვა გარემოებების ცვლილებების მიხედვით უცვლელი რჩება. გარდა ამისა, მსგავსი ტიპის ქიმიკატების დასადგენად საქართველოს ლაბორატორიებში კვლევების განხორციელება შეუძლებელია. თუ ამასთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, ჩვენ კომუნიკაციისთვის მზად ვართ. რთული სათქმელია კონკრეტულად რომელი საწარმო აბინძურებს გარემოს ყველაზე მეტად. 2022 წელს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მონიტორინგის თანახმად, მაგალითად, რუსთავის აზოტმა სახიფათო ნარჩენებით გარემო დაანაგვიანა. კომპანია რუსელოისმა ჰაერში მავნე ნივთიერებები არაორგანიზებულად გააფრქვია. რუსთავის ფოლადის ტერიტორიაზე ცეცხლი გაუჩნდა დაბინძურებულ ჯარდს. ანგარიშში ჯამში 43 საწარმოს მიერ განხორციელებული დარღვევაა ასახული. ზოგადად, თითოეული ქარხანა გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში მიუთითებს, რომ მათი მხრიდან გარემოსთვის მიყენებული ზიანი მინიმუმამდეა დაყვანილი. საწინააღმდეგოს ამბობს მოსახლეობა. გამონაბოლქვი კვამლში ვართ, რა ვიცი, მე არასასიამოვნო სუნია ყოველ დილას აღამოს, მით უმეტეს დილით ძალიან. ასეთი პრობლემაა რუსთავში წლების განმავლობაში და რა ვიცი, მინუშველის და რა მოხდება, ჯერ პასუხი არავისგან არ არის. ვისაც ეკუთვნის კონტროლი იქნება თუ რა იქნება, შესაბამის ორგანოებს მეტი ყურადღება ეკუთვნით. ყოველდღე არა, მაგრამ აი რაღაც მოგივით რაღაცა დგას ხოლმე. აი ჰაერში ესე შეიძლება, უბრალოდ ხედავ რა, შეფერილს თორე როს უნდქავ ესე რა თქმა უნდა ეპიზოდი. ჩვენ უნდა მოითხოვოთ, სხვა გზა არ არის. ვინც იქ მუშაობს ხო საერთოდ. მარტო ჰაერი არა, წყალით საშინელება არის და მთელი ქალაქი კანალიზაციის უნად ყარს. 2021 წლიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონის შემცირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა. ცვლილების მიხედვით სამრეწველო საწარმოებს თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და ინფორმაციის ონლაინ რეჟიმში სამინისტროსთვის მიწოდება დაევალათ. რთული გასარკვევია, რამდენად გამართულად მუშაობს საწარმოთა თვითმონიტორინგის სისტემები. გონივრული ეჭვი ყველას აქვს, რომ რაღაც გარკვეული წრეები, გარკვეული კავშირების მეშვეობით ახდენენ ამ პრობლემის მიჩქმალვას და გადაფარვას. და ის სამუშაოები, რომლებსაც აცნობენ საზოგადოებას, უბრალოდ ფასადურია, რომ ჩაითვალოს, რომ აი ხელისუფლებაც დაინტერესებული ამ ყოველი ეს მოგვარებით.